ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გიდებად შეიძლება იმუშაონ მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებმა, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი პალატის წევრმა ასტამირ ახბამ. მისი თქმით, ზუსტად ასეთივე ნორმები რუსეთის ტერიტორიაზეცაა. ამის გამო სოჭის გიდების საზოგადოებამ უკმაყოფილება გამოხატა, რომ აფხაზეთში უფლებამოსილი ორგანოები დაბრკოლებას უქმნიან მათ მუშაობას. აფხაზეთში მოქმედმა გიდების ასოციაციამ რუს კოლეგებს შეახსენა, რომ კანონის თანახმად აფხაზეთში გიდება და ექსკურსია მძღოლებად მუშაობა შეუძლიათ მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროში აქვთ ატესტაცია გავლილი. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება გაგვიზიარა ქართული იარაღის მუზეუმის დამფუძნებელმა ეთნოგიდმა დავით ნასარიძემ, რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზები ამით ცდილობენ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, თუმცა ამას რამდენად მოახერხებენ საეჭვოა. თვითმყოფადობის შენარჩუნების უკანასკნელი ნაბიჯებია, აი მაგალითად ახლა სამაჩაბლოში თითქმის ვერაფერი ცალკეული ვერ აქვს, იმიტომ რომ ყველაფრით უკვე დამოკიდებულები არიან რუსეთზე. აფხაზეთს აქვს ასე თუ ისე რაღაც ნაბიჯები, რომ აი შეინარჩუნონ ეს კავკასიური კულტურის ვითომ საწყისები, მაგრამ ეს არის დროებითი, იმიტომ რომ ეხლა ისეთი ნაბიჯებით მიდის ასიმილაცია, რომ მათთანაც, ვიცით ხო, განათლების კუთხით როგორ არის, როგორ იციან თუნდაც საკუთარი ენა ან მაგალითად რა დონის წყაროების ეყრდნობიან ისინი სოხუმში, ალბათ სწორია ეს ნაბიჯი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს დიდი ხნით მოხდეს, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები ადამიანი ჩავა ომის გამო რუსეთის ზღვისპირა ტერიტორიებზე, ისინი წავლენ აფხაზეთში და რაც უფრო მეტი მასა ტურისტი ჩავა აფხაზეთში, ისინი მოითხოვენ რუს გიდებს, იმათ საერთოდ დამსვენებელს რეალურად რომ ვიცოდეთ, არ აინტერესებს ისტორია, იმას აინტერესებს დასვენება პირველ რიგში და ვინ რას როგორ მოყვება, ნაკლებად აინტერესებს, თუ ორგანიზატორი არის ეს, ის ჩაატარებს ამ ტურს. ხშირ შემთხვევაში ეს იქნება ალბათ რაღაც კორუფციის წყალში.